მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი იმ მიმდინარე პრობლემებზე, იმ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც არის შექმნილი ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ისე გვექნება საუბარი გუშინდელი დღის გამოძახილიდან გამომდინარე იმ მთავარ გზავნილებზე, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პირველ რიგში ეს ეხება იმ საერთაშორისო ფონდების დახურვას, რომლებისგანაც საკმაოდ სერიოზულ დახმარებას იღებდა აქაური არასამთავრობოები და რა თქმა უნდა ტრამპის განცხადება უკრაინის მიმართ, როდესაც ტრამპმა უკრაინელებს შესთავაზა ომისში დახმარების სანაცვლოდ იმ წიაღისეულით სარგებლობის უფლება. ანუ ის წიაღისეული, რომელიც არის უკრაინაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, უნდა იყოს გადავიდეს ამერიკის დაქვემდებარებაში და ამ შემთხვევაში გაგრძელდება დახმარება. იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ უკრაინელებს ეხა ფინანსურად ნამდვილად აღარ შეუძლიათ ის ვალი გაისტუმრონ, რომელიც ამ ომის შედეგად დაუგროვდათ მათ. პირველ რიგში ჩვენ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, იმ თემაზე, რომელიც პირდაპირ ასახვასპოვებს საქართველოსთან ამ ფონდების დახურვაზე და ჩვენ ამ თემებზე გვეყოლება ჩვენ სტუდიაში სტუმრები, ასევე ჩართვაშიც გვეყოლება სტუმარი ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი გულბაათ ცხილაძე. მოგესალმებით ბატონო გულბაათ. გამარჯობა ბატონო ნიკოლოს, ყველას მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონო გულბაათ, აი საკმაოდ ისეთი სენსაციური და სკანდალური იყო ტრამპის გადაწყვეტილება. ეხლა კი ველოდით, რომ იქ რაღაცა ლიბერალებს დაერეოდა ტრამპი, მაგრამ თვითონ ამერიკის მთავრობის ორგანო არის USAID, ხო? და ამერიკის მთავრობის ეს ერთ-ერთი შტოს დახურვა, ეს USAID, ასევე იქ არის NEDI, AIRAI, ასევე იქ არის კიდე სხვა ისეთი რაღაც გარკვეული წვრილი ფონდები, ფაქტობრივად ამათ გამოუტანა განაჩენი ტრამპმა, რაც მარტო საქართველოს კი არა, სხვა ბევრ ქვეყანასაც ეხება, იმიტომ რომ USAID მარტო საქართველოს არ აფინანსებდა. აი როგორ შეაფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას და შედეგებს ჩვენი ქვეყნისათვის რა იქნება აი ამ ფონდების ესეთი დახურვა? გმადლობთ, ნამდვილად აქტუალური საკითხი არის საქართველოსთან მიმართებით და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ახლა, უნდა განვიხილოთ საქართველოში საკმაოდ ისე ყურადღებით და დაწვრილებით. მე როგორც დღეს კიდე უფრო დაზუსტებით წავიკითხე მასმედიის საშუალებით, USAID როგორც ასეთი ისეთ ორგანო, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული, იგი არ უქმდება. ილონ მასკი, რომელიც ასე ვთქვათ, ხარიზმატული ფიგურა, ცოტა ზედმეტად რაღაცა აქტიური, დღეს ტრამპმა მას თავისი ადგილი მიუჩინა. და გამოაცხადა, რომ მასკი ვერაფერს ვერ გააკეთებს ისეც, რასაც ჩვენ არ ვეტყვით და რაზეც ჩვენი თანხმობა არ იქნება უფრო ზუსტად. ასე რომ ის რადიკალური განცხადებები მასკისა ცოტა უფრო გაანელა ტრამპმა და USAID, რომელიც არსებობს ჯერ კიდევ, ჩააბარა მისი ხელმძღვანელობა უშუალოდ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. აი ეს არის რა. აბა იხურებაო თქვენს, ეხა ეს გავრცელდა. ეს გუშინ იყო, კი, განა არ იყო, გუშინ იყო თქვენს, იხურებაო, მაგრამ ამას გარკვეული პროტესტი მოყვა, იქ პირდაპირ ფიზიკური პროტესტი მოყვა დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებისა. და ფიზიკურად მივიდნენ ისინი USAID-ის შენობასთან, მათ გააპროტესტეს, რომ ეს როგორ შეიძლება დაიხუროს. ეხლა საქმე რა არის ბატონო ნიკოლოს? USAID რა არის ამერიკის, რა იყო აქამდე ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. ეს არის საგარეო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც
ფლობდნენ და იყენებდნენ თვითონ უფრო გლობალისტურ ლიბერალური დღის წესრიგისთვის. ახლა საუბარი როგორ გონია თქვენ იქნება იმაზე, რომ ამერიკა უარს იტყვის თავის საგარეო პოლიტიკურ იარაღზე, რომელიმე იარაღზე, რბილ ძალაზე უარს იტყვის შეერთებული შტატები. მე ეჭვმეპარება ძალიან. აქ უბრალოდ საუბარი რაზეა, რომ ტრამპმა წარმოადგინა ანგარიში, რომ მას არ მოსწონს ის დაფინანსებები, რომლებიც მიდიოდა USAID-ის ხაზით. რომ ეს დაფინანსება არ იყო მიმართული იქეთკენ, რომ ამერიკა გაძლიერდეს, რომ ამერიკა მოიპოვოს გავლენა. და ეს ფული იყო მისი აზრით, ასე ვთქვათ, წყალში გადაყრილი. ამაზეა საუბარი, თორემ ამერიკა უარს კი არ ამბობს თავის გავლენაზე მსოფლიოში. პირიქით, ის გავლენების ინსტრუმენტარიუმი ამერიკის ხელში რაც არის, ხდება უფრო ხისტი, უფრო უხეში და უფრო ძალისმიერი. აი ეს არის რაც შეიძლება ითქვას ჩემი აზრით ჯერჯერობით ამ ეტაპზე და თუ კონკრეტულად როგორი სახე ექნება და როგორი ფორმა ამ დაფინანსებას ეს კიდევ გამოჩნდება ეს არ ვიცი მე და სამწუხაროდ საქართველოში არ აყვავს ჩვენ იმ დონის ექსპერტები შეერთებული შტატებისა ხო არიან ესენი დასავლეთის ხალხი და ამერიკაზე გადამკვდარი და იქედან დაფინანსებული მაგრამ აზრი რომ კითხო ვერ გეტყვიან, აი თუნდაც თქვენს ეთერში რომ მოიწვიო ასეთი ხალხი, ვერ აგიხსნიან რა სტრუქტურებია, როგორ მუშაობს. შეიძლება 1-2 კაცმა იცის ეს, კარგად იცის, არის ასეთებიც საქართველოში, მაგრამ ისინი ხმას არ ამოიღებენ, საჯაროდ არის საუბრებენ, რადგან მათ ეს პირადად არ აწყობთ. ასე რომ ბევრი კითხვის ნიშანი რჩება, მე არ ვარ ამერიკის ექსპერტი, თუმცა ბევრ აი მათ ამ დასავლურ ფლანგზე უკეთ ვიცი ამერიკა რა არის, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები როგორ მუშაობენ და ამაზე წიგნიც მაქვს დაწერილი 2008 წელს კრებული გავაკეთე თვითონ ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით, რა საფუძვლებზე დგას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა. და სამხედრო ბაზებთან ერთად ეს რბილი ძალა არის, ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, ესეც ამერიკული ტერმინია, რომელიც ჩვენ ყველანაირი ტერმინოლოგია, ეს მაპატიეთ და ნაგავი ტერმინოლოგიაც გადმოგვაქვს, არა მარტო ჩვენ ქართველებს, არამედ დანარჩენ მსოფლიოს. და ასე ვთქვა, თვითონ იხდის დანარჩენი მსოფლიო იძულებულს თავს, რომ ისაუბროს იმ ენით, რომლითაც საუბრობენ ამერიკელები. აი ამ პრიმიტიული, აი ახლა როგორ წარმოიდგინე რბილი ძალა, რა დონის პრიმიტივიზმია. მაგრამ ეს ნაიმ რო შემოიღო 2001 წელს ეს ტერმინი, ასეთი პოლიტოლოგია გავრცელდა ეს მოედო მთელ პოლიტოლოგიურ ლიტერატურას და შემდეგ უკვე პოლიტიკოსებმაც აიტაცეს, ისევე როგორც სხვა ტერმინები, მათ შორის deep state. ასე რომ ბევრი ისეთი გვაქვს. აი თქვენ ბოდიში რო თქვით აი მარკო რუბიოზე, აი მარკო რუბიოს განცხადება ვრცელდება USAID-თან დაკავშირებით. არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს გადავწყვიტოთ ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. ანუ ჯერ თლად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ შეიძლება გააუქმო კიდევაც და რაღაც სხვა სტრუქტურა შექმნან, უფრო სახეცეცვლილი, ანუ ჯერ კიდე გასარკვევია, გაურკვეველია მაინც ამ USAID-თან დაკავშირებული სიტუაცია. მე ეს მოგახსენეთ სწორედ, რაც ვილაპარაკი, ამაზე ვილაპარაკი. შეიძლება გააუქმო კიდევაც. ანუ გადაჭრით რომ არ გააუქმებენ, არ არის, იმიტომ რომ აი რუბიოს განცხადებაშიც იკვეთება ჯერ ჩამოყალიბებული არა ვართო რა. თქვენ თვითონ დასძინეთ ახლა თქვენ რას ბრძანეთ რომ ალბათ ან შესაძლოა სხვა სტრუქტურა შეიქმნას ნაციონალურ. ხო, ან თქვენ სწორი ხართ იმაში, ხარ როგორ შეიძლება ამერიკამ ადგეს და ხელის მოსმით თავისი აგენტურა აღარ დააფინანსოს, ეს გამორიცხულია ხა. შეიძლება მართლა აქ ბაბუცა პატარაი არ დააფინანსოს და LGBT ორგანიზაცია, მაგრამ ხა პირდაღებულ საერთაშორისო გამჭვირვალობას და SAIA-ს ნამდვილად ვერ შეუწყვეტენ დაფინანსებას, იმიტომ რომ ბერბოკი რო ჩამოვიდა აქა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი შეხვდა SAIA-ს. მიქ მივიდა რა ქვია SAIA-ს ოფისში და არა კანცელარიაში და ამიტომ ეგ რა თქმა უნდა ეხა მაგაზე ჩვენ არც ვსაუბრობთ ის რომ ეხა ამათ სულად შეუწდება დაფინანსება, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული აი მართლაც ეხა სერიოზული დაფინანსება ქონათ ამ LGBT თემს იქ რა თქმა უნდა აღარ წავა ეს დაფინანსება. აი ამაზე მინდოდა უბრალოდ.
მართალია, გეთანხმებით, სავსებით სწორი მსჯელობა და რას დავზენდი კიდევ ამას მე, რომ ტრამპი და მისი გუნდი ეს ხშირად ეძახიან მათ იზოლაციონისტებს, რაც მე შეცდომად მიმაჩნია და არაპირადად მე მხოლოდ საქმე ის არის, რომ ტრამპი არის ჰეგემონისტი. მთელი თავისი ამ პოლიტიკით, იზოლაციონისტის კი არ არის, რომ ამერიკა ჩაიკეტოს თავის ნაჭუჭში და თქვათ ის მონროს დოქტრინა აღადგინოს, რომ აი დასავლეთ ნახევარსფერო დედამიწისა ჩვენია, ჩვენი გავლენის სფეროა და სოფლიოს დანარჩენი ნაწილები ჩვენ იმდენად არ გვაინტერესებს, არც სამხედრო ძალით ჩავერევით, არც ეკონომიკურით და არც სხვა ფორმით. ეს თლად ასე არ არის. პირიქით, ამერიკა იყენებს ახლა თავის კოზირებს, ასე ვთქვათ, ის რომ მას აქვს უზარმაზარი ბაზარი, რომელზეც მართლა ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული, მათ შორის კანადა, მექსიკა, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიც და ტრამპი იმას კი არ ამბობს, რომ მე საერთოდ არ მინდა ურთიერთობები დანარჩენ მსოფლიოსთან, არამედ მინდა მე ჩემი პირობებით. მე წარმოგიდგენთ ყველას აქ მაქვს კალკულატორი, ყველაზე ძლიერი იარაღი შეიძლება ტრამპის და მე წარმოგიდგენთ ყველას ანგარიშს, რა ღირს და თუ გინდა თქვენ რომ ისარგებლოთ ამერიკის რაღაც სიკეთეებით, თქვენ ამისთვის შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოთ. და ჩემი პირობებით, ეს არის ტრამპის პოზიცია, ეს არის ჰეგემონიზმი, სწრაფვა იმისკენ რომ აღდგეს ამერიკის ჰეგემონია მსოფლიოში და ის მეორე ხარისხოვანი საკითხები, რაც არის ამერიკისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი, ის აი სწორედ გადავა იმ რანგში, რაც თქვენ თქვით ახლა. ამაში ეს კარგია, რა თქმა უნდა, რომ თქვათ ეს LGBT მოძრაობა და ეს მოიაზრება ასეთი მართლაც უკვე ძალიან ზღვარს გადასული ფორმები გლობალიზაციისა და იქამდე მიიყვანეს მსოფლიო საზოგადოება, რომ ახლა თურმე ის რომ ორი სქესია ვილაპარაკოთ, ეს რაღაც 2x2-4-ია და თურმე ეს უნდა გვიხაროდეს ახლა ჩვენ და აი ამიტომ უნდა გავეგოთ ფეხქვეშ ტრამპი იქნება ეს თუ ვინც იქნება და იმის მიხედვით ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს არცე არ არის და იმასაც ვიტყვი, რომ ახლა აი ამერიკის ეკონომიკური პოზიციები და ინტერესები გამოდის წინა პლანზე და ტრამპის ძირითადი მიზანი რა არის ახლა ამ საბაჟო გადასახადების შემოღებით, რომ წარმოებები გადაიტანოს ამერიკაში. აი დაუშვათ, როდესაც Volkswagen-ის ქარხანა მუშაობს მექსიკაში, უფრო ბევრად უფრო ნაკლები ხარჯები აქვს ამ ქარხანას, ვიდრე შეერთებულ შტატებში ექნებოდა და მექსიკიდან შედის ამერიკის ბაზარზე ეს მანქანები. აი ამის წინააღმდეგ გამოდის ტრამპი. მას სურს, რომ ეს წარმოებები, როგორც ეს მაგალითად თქვი ახლა მე Volkswagen-ი, გადაიტანოს შეერთებულ შტატებში და ის, რასაც თქვათ ბაიდენიც აკეთებდა, მაგრამ ცუდად აკეთებდა, გააკეთოს უკეთესად ტრამპმა. რა თქმა უნდა, თავისი სპეციფიკით. რა სიტყვით იმ განცხადებაზე ერთი საინტერესო განცხადებაა, რომ აი რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ტრამპმა უკრაინელებს შესთავაზე ესეთი რამ, რომ თუ გინდათ რომ ჩვენ დაგეხმაროთ, თქვენი წიაღისეული უნდა გადმოგცეთ გირაოს სახით, ანუ ის რომ თუ თანხა რომელიც თქვენ არა გაქვთ, უნდა ეს ჩადებული იქნას, იმიტომ რომ კარგად ვიცით ხა უკრაინელებს იარაღს არავინ უფასოდ არ აწვდის და არც ის არის რაღაც საიდუმლო, რომ ვერ გადაიხდიან ამ დაფინანსებას და ეს წიაღისეული იმხელაა, რომ ეს ნამდვილად კი გაისტუმრებს უკრაინელებს ვალს, იმიტომ რომ უკრაინა ცნობილია აი ამ გარკვეული წიაღისეულით, რომელიც ძალიან დიდარი არის. აი ეს განცხადება ხომ არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის ომი არათუ დასრულდება, კიდევ ახალ ფაზაში ევა და აქ რომ ვიღაცებს ეგონათ, რომ აი ტრამპი მოვა და იქ ომი დამთავრდება, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ომი არ დასრულდება და პირიქით გაგრძელდება და თუ დასრულდება, კიდევ შესაძლოა ისეთი სცენარით არ დასრულდეს, როგორც კი სხვებს ეგონათ. დიახ, ასეა, მეც უფრო იქეთ ვიხრებოდი ყოველთვის, რომ ეს ომი ასე მარტივად დასასრულებელი არ არის სამწუხაროდ. ეს უფრო რაღაც აი როგორც ევროპის ისტორიაში ცნობილი ომებია, ეგ ინგლիս-საფრანგეთის 100 წლიანი ომი, ან უფრო გვიანდელი მე-17 საუკუნის 30 წლიანი ომი ევროპის აი რაღაც უფრო ასეთი სუნი აზდის ამას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ხაზი ფრონტისა, ორი
სახელმწიფო, რომელიც არის აი ამ ევროპის კონტინენტზე ერთმანეთის მოსაზღვრე და მათ უზარმაზარი საზღვარი აქვთ ერთმანეთთან, რომელიც მთლიანად ფრონტის ხაზად არის გადაქცეული და აქ კიდე რომ დავუმატოთ უკრაინა ბელარუსიის საზღვარი, რომელიც ასევე ფაქტობრივად იქ სროლა არ არის, მაგრამ თითქმის ფრონტად არის გადაქცეული, ორივე მხარეს მობილიზებული ყავს ძალები ამ საზღვრის გასწვრივ. ეს არის არ არის მარტივად ჩასაქრობი აი ამ ხელა მასშტაბის ხანძარი და რომც გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაღაცა შეთანხმება ძალიან ძნელი იქნება ამ ცეცხლის შეწყვეტის დაცვა მთელ ამ შეხების ხაზზე. ეს არ არის კორეის ნახევარკუნძული, რომელიც გაცილებით უფრო ვიწრო ტერიტორიაზე გადის ეს ნახევარკუნძულია და ის 38 პარალელი და აქედან გამომდინარე ეს ბევრად უფრო საშიშია და ისე ძნელად ჩასაქრობი თვით რომ სურვილი კონდეს ახლა ბოლომდე ტრამპსაც, პუტინსაც და ზელენსკისაც რომ ეს კონფლიქტი დაასრულონ. მე მიმაჩნია რომ რუსეთი შეეცდება რომ განავრცოს თავისი სამხედრო წარმატება, რომელიც მიდის აღმავალი გზით და მხოლოდ ამ პირობებზე დაილაპარაკოს ამერიკასთან როგორც უპირატესმა ძალამ. და კიდევ ერთხელ ვამბობ ის რომ კალკულატორით დადის ტრამპი და ყველაფერს ითulis, ესეც გასაგებია და ნამდვილად იქნება ის ახლა მე როგორც ვიცი, აქამდეც ამერიკა ტყუილად არ ეხმარებოდა ხომ უკრაინას დაწყებული 2014 წლის საშინელი მაიდნის შემდეგ, იქ პირდაპირ იყო ბაიდენის ოჯახური ინტერესები, ჰანტერ ბაიდენი გაზის სფეროში იყო მეწილე უკრაინაში და არ არის გასაკვირი რომ ეს ახლა ცარიელ ადგილზე არ მოიგონა ტრამპმა ეს იშვიათი მეტალების თემა. ხო, აქ იყო უკვე დაწყებული მუშაობა, ამერიკელებს გაქონდათ და ახლა ტრამპი ამას სათავისოდ იყენებს და უფრო გააღრმავებს და როგორც გითხარით, უფრო უხეში ფორმებით. და სხვათა შორის ერთსაც დავძენ, არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ გუშინ ერთ-ერთი ფინელი ეკონომისტის ესეთი ჩანაწერი ვნახე ამ X პლატფორმაზე, ყოფილ Twitter-ზე და ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ ტრამპი იქცევა როგორც მესამე კურსის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც ახლა აღმოაჩინა, რომ არსებობს მერკანტილიზმის თეორია. და იგი იქცევა მერკანტილიზმის თეორიის მიხედვით. ესე იგი ყველაფერში ითulis ფულს. ხომ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არის მიამიტური პოლიტიკა, თუმცა იმ სამხედრო ძალის და იმ რესურსების გათვალისწინებით, რასაც ამერიკა ამ პოლიტიკას მოახმარს, საკმაოდ სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის და თვითონ ამერიკისთვისაც სხვათა შორის. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი ნამდვილად თავისი ეროვნული ინტერესიდან გამოდის, ჯერ აი TikTok-ი რო ავიღოთ. TikTok-ი თავიდან ესე იგი გააუქმა მისი მუშაობა. შემდგომში რაღაც მორატორიუმი გამოაცხადა, ბოლოს თქვა, თუ გინდათ კი ბატონო ვიმუშაოთ, მაგრამ მოგება 50% ჩვენია, 50 თქვენია. ანუ ეს კაცი 1 ცენტსაც კი არავის არ შეარჩენს, ყველაფერში ცდილობს რომ იყოს პრაგმატული და თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს და ესე უპრაგონოდ არ არიგოს ფული, ყველაფერი აღნუსხოს და ვიღაცას ეგონა რომ ეს ტრამპი რაღაცა შიზოფრენია, რაღაცა ქარიზმატული ფიგურა კი არის, მაგრამ ნუ რაღაცა თლა დარაგებული არ არის, მაგრამ მისი პოლიტიკური განცხადებები მეტყველებს იმას, რომ ტრამპი საკმაოდ ისეთი პიროვნება, რომელსაც იცის რა უნდა და გარკვეული სწორი ხედვები აქვს თავისი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც უნდა კონდეს ამერიკას. ნამდვილად ეს არის იმის რაზეც ვისაუბრე და ყოველ შემთხვევაში ახლა თუ ამ იმაზე ვისაუბრებთ, აი რო იძახიან ტრამპი შიზოფრენიკი და გიჟე, მე მგონი იმ გუნდში რაც ტრამპმა მოიყვანა, ყველაზე დალაგებული და ადეკვატური ისევ ტრამპი არის. ახლა რო უყურებ დანარჩენი მისი მინისტრების, თუნდაც ელონ მასკის და ამათ ძალიან ასე ვთქვათ, ანთებულ სახეებს, მოგიზგიზე თვალებს და მთლად არაჯანსაღ მზერას ნაწილობრივ. ხო, ჩემი გადასახედიდან, ეხლა ვინ ვარო ვთქვათ, ეხლა ეს ხალხი შევაფასო, მაგრამ მე მგონი ტრამპი ყველაზე ადეკვატურია და
თუმცა ეს ახლა გარკვეული ხანი სჭირდება იმას, რომ დაიწმინდოს, ასე ვთქვათ, ამერიკული პოლიტიკა, განსაკუთრებით საგარეო არენაზე, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია გარდა ეკონომიკური საკითხებისა, რომლებიც მათ იციან კარგად, რა სურთ ეკონომიკურად და იგივე ეს გრენლანდიის თემა, კანადის თემა, მათ ძალიან კარგად იციან და პანამაში სხვათა შორის მე დავწერე უკვე რომ ასე ვთქვათ, რამდენიმე დღე დაჭირდათ იმისთვის, რომ პანამას კაპიტულაცია გამოეცხადებინა ფაქტობრივად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, არ დაგვავიწყდეს, რომ პანამამ გამოაცხადა, რომ იგი გადის პრეზიდენტმა თქვა პანამის, რომ გადის დროზე ადრე ჩინეთის პროექტიდან ერთი გზა, ერთი სარტყელი. და საინტერესოა ნეტავ საქართველოს ამ პროექტში დარჩება, მოსთხოვს მას ტრამპის ადმინისტრაცია, რომ გავიდეს ასევე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს არ იქნება, იმიტომ რომ პანამის არხი მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შეერთებული შტატებისთვის, ასეთი მნიშვნელოვანი არ არის ეკონომიკურად ამერიკისთვის, შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვა მთლიანად და მით უმეტეს საქართველოს თავისი ამ ვაიუშველებელი ანაკლიის პორტით, რომელიც არ არსებობს და არც იქნება, მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხანი, ამიტომ ეს კიდევ ჯერ ღია არის ეს საკითხი, მაგრამ მიმართულება ასეთია, რომ ჩინეთთან დაწყებულია სავაჭრო ომი ამერიკის მხრიდან და ეს გასათვალისწინებელი იქნება საქართველოსთვისაც, ვინაიდან საქართველოს სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ ჩინეთთან გვაქვს ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები. აი ეს იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს ანაკლის სპორტი არ გახორციელდება? დიდი ხნით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანაკლის სპორტს თუ არ ექნა ეკონომიკური საფუძველი, იცით რა, ეს ჩინელები შეუძლიათ მათ დიდი ხანი ეს ატრიალონიკ ბულდოზერები, გადაკეკონ, გადმოკეკონ, ნუ ჯერ იქ დაზვერვა მიდის, იქ რაღაც გაღრმავება პორტისა, ასე შემ წინასწარი სამუშაოები მიდის და ეს წლები გაგრძელდება. და თუ კი ეხლა ჩინეთი არ მოამარაგებს ამ პორტს, რა, ვინ უნდა მოამარაგოს? არა, რომც დაიწყოს აქტიური მუშაობა, ისედაც წლები დაჭირდება, იმიტომ რომ ეს სპორტი მალე ვერ გაკეთება, მაგრამ რაღაც გარკვეული სამუშაოები დაიწყეს უკვე, აი რაღაცა, მაგალითად ავსტრიულ კომპანიასთან გუშინ რაღაც ვიდეო მასალა გავრცელდა იქ, რომ როგორი უნდა იყოს იქ მისადგომები, რაღაცა თავდაცვითი ისინი და ანუ მაგრამ თქვენ რას ლაპარაკობთ, ეხლა რომ ანუ ტრამპი რომელიც ესე იგი ჩინეთთან რაღაც გარკვეულწილად ფრთხილ პოზიციებს იჩენს, ანუ ტრამპი არ მისცემს საქართველოს უფლებას, რომ ჩინეთთან კონდეს ისეთი ახლო ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებს პორტის აშენებას და მოთხოვს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ანუ ამ პორტის მშენებლობა. ამაზე მიანიშნებ თქვენ? ეს მე გეტყვით, ამაზე მივანიშნებ, ოღონდ ვამბობ, რომ ეს არ არის ამერიკის პირველი რიგის ამოცანა. აი როგორც პანამის არხი ის იყო დღესვე მოსაგვარებელი, ასეთი ინტერესი, ცხოველი ინტერესი არ აქვს ტრამპს ჩვენი რეგიონისადმი. და ჯერჯერობით მე მგონი რომ არც მარკო რუბიო მოიკლავს თავს იმაზე რომ იფიქროს აქ კავკასიაში რა იქნება, მაგრამ თვითონ საერთაშორისო ცხოვრება ამ საკითხს მიიტანს ამერიკის ხელისუფლებამდე, რომ ეს საკითხი არსებობს, ეს პრობლემა არსებობს, მით უმეტეს ამერიკაში მუშაობს ძლიერი ლობისტური დაჯგუფება ანტიჩინური და ამ ლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ჯო ვილსონი, რომელიც პირდაპირ აგებს აი ამ თქვათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მთლიანად აგებს აი ამაზე, რომ ჩინეთი და საქართველოს შემოყავს რეგიონში ჩინეთი. პირველი რიგის ეს არის. ნუ იქ მერე ცოტა ირანი, ცოტა რუსეთი, რაღაცა ეს ემოციებისთვის, თორე რაციონალური, რაც არის ამაში, ეს არის ჩინეთის პრობლემა, რომ საქართველოს გზას უხსნის სავაჭროდ და გეოპოლიტიკურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, კომუნისტურ რეჟიმს ბრჭყალებში. აი ეს არის მთავარი გზავნილი. და მე ვამბობ, რომ ეს საკითხი აი ის იმასთან ერთობლიობაში, რაც მე გითხარით, რომ ეხლა ამერიკის პოზიციები გამოიკვეთება და წამოვა თანდათან უკვე მთელი მსოფლიოსკენ, მაშინ დადგება ეს საკითხი. არ ვიცი ხა რა ვადებს შეიძლება 1 წლის შემდეგ, შეიძლება 9 წლის შემდეგ. აი ეს არის ჩემი, აი თუ კონკრეტულად მეკითხებით, ხედვა ამ საკითხისა. გასაგები. და იცით თქვენ ახსენეთ, რომ აი ხა ძალიან ისეთი გადაადგილებები მოხდება ამერიკაში და
პრინციპში ჯერ ტრამპს არ ჩამოუყალიბებია პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ჩვენში საქართველოში ელოდებიან რა პოზიცია იქნება ტრამპს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ფონდებთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ეს უკვე დამატებით რაღაცა მის თქმის საფუძველს გვაძლევს თუ არა, რომ ტრამპი იმ ორგანიზაციისგან გამოსული ფული, რომელიც მიდიოდა რევოლუციების მოსაწყობა და ეს დაგმობილი იქნა ტრამპის მიერ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლების მიმართ ტრამპს ექნება ისეთი დამოკიდებულება, როგორც უნდა კონდეს არჩევნებში გამარჯვებულ ძალასთან. ანუ ის ლეგიტიმაციას ეჭვს არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლების. მე ასე გიპასუხებთ. მოდი გავიხსენოთ თუ თქვენ გახსენდებათ, ეხლა თუ არ ჩავთვლით ჯორჯ ბუშ უმცროს, რომელიც საქართველოშიც იყო და ძალიან აქტიურად იყო დაკავებული სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით, აი ავიღოთ შემდგომი ბარაკ ობამა და ნუ ტრამპი, თუნდაც პირველი პერიოდის ტრამპი და შემდგომ ჯო ბაიდენი. მე არ მახსენდება რომელიმეს თუ საერთოდ უხსენებია საქართველოს. მე ვამბობ თვითონ პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი იგივე იმავე პოზიციაზე იქნება, საერთოდ მისთვის ეს ჯორჯია არის იქ შტატი და აი საქართველოს ჯორჯია მას საერთოდ არ აინტერესებს და არც დააინტერესებს. ახლა რა ხდება? ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა. ოღონდ ვის ხელში იქნება საქართველოსადმი მომართული პოლიტიკა, ეს იქნება მისი მრჩეველი ვოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე იქნება აუცილებლად სადაზვერო სამსახურების ხელმძღვანელობა, CIA, თავდაცვის სამინისტრო და ეს ჯგუფები და რა თქმა უნდა იქ ის გავლენის ჯგუფები, რომლებიც არის კონგრესში და სენატში. აი ესენი ერთად ჩამოაყალიბებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკას და რომელი უწყების ინტერესი გადასწონის, აი ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. იმაზე იქნება კიდევ დამოკიდებული რუბიო რამდენად შეცვლის თვითონ შიგნით ამ სახელმწიფო დეპარტამენტს საკადრო თვალსაზრისით, სტრუქტურული აი თუნდაც ამ USAID-თან მიმართებაში თვალსაზრისით და ბევრ სხვა ფაქტორზეა ეს დამოკიდებული, როგორი პოზიცია ექნება შეერთებულ შტატებს. ამჯერად მე ვხედავ იმას, რომ ლობისტები მუშაობენ წინააღმდეგ, ანუ აი თქვენ რაც ვთქვით იმის წინააღმდეგ და საპირისპირო ნაბიჯები ძალიან სუსტად მეჩვენება და ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, საინტერესო იყო ბატონო გულბაო თქვენთან საუბარი და შემდგომშიც აუცილებლად შეგეხმიანებით და გავაგრძელებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბარს. დაგემშვიდობებით ამით. კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონი გულბაო ცხილაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ხა ჩვენ სტუდიაში გავაგრძელებთ საუბარს და აი ხა მე ბატონო შოთა თქვენ გაგაცანით რაღაც პატარა ინფორმაცია და აი ჩვენ გუშინ საუბრობდით იმაზე და ეხლა ბატონ გულბაოთანაც ჰქონდა საუბარი აი ამ წიაღისეულთან დაკავშირებით, რომ ანუ ტრამპმა ეგრეთ წოდებული მესიჯი გაუგზავნა უკრაინელებს, თუ გინდათ დაგეხმაროთ, მაშინ წვდომა მოგეცით უკრაინულში არსებულ აი ამ წიაღისეულს. მაგრამ არსებობს ასევე ერთი მოსაზრებაც, რომ ეს წიაღისეულის დიდი ნაწილი არის უკვე რუსეთის გარკვეულ დაქვემდებარებაში, იმიტომ რომ აი ამ ზაპოროჟიე და დონეცკი, იგივე მაგალითად ხერსონი ტერიტორიებზეც არის საკმაოდ დიდი წიაღისეული, განსაკუთრებით დონბასში. ხო? და ანუ ესეთი პოზიცია რომ უკვე რუსები აკონტროლებენ ამას და რაზე არის აბა საუბარი, რომელ წიაღისეულს ნუ არის დარჩა კიდევ ის ტერიტორიები, რომლებიც არის უკრაინელების დაქვემდებარებაში? იცით რა, საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება, თუ რამდენი პროცენტი არის რუსების შემადგენლობაში, თუ რამდენი პროცენტი დარჩა, ესე ვთქვათ, უკრაინის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. დონბასი ეს ანუ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები გამოირჩევა, რა თქმა უნდა, წიაღისეული სიმრავლით, საბადოებით და იქვე არის მათი გადამამუშავებელი ქარხნები, მათ შორის
მეტალურგიული ქარხნები და ნახშირის და მისი გადამამუშავებელი ქარხნები. ეს არის ძირითადი და მძიმე მეტალურგიის, ესე ვთქვათ, რაც უკვე ვთქვი, საწარმოები. მაგრამ გარდა ამისა, უკრაინა არის საკმაოდ დიდი ტერიტორიის ქვეყანა და ეს მცირე 20%, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ეს ტერიტორიები ფაქტიურად არ არის მხოლოდ ეს ტერიტორიები არ არის სავსე მადნეულით და წიაღისეულით. ესე ვთქვათ, სხვა ტერიტორიებზედაც მრავლად არის და ის ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სოფლის მეურნეობის კულტურების საწარმოებლად და ჩვენ ვიცით, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხორბალს და ამ ხორბლისთვის ომი იყო ფაქტიურად გამართული უკრაინას და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის და პოლონეთი იყო საკმაოდ შეზრწუნებული იმით და შეწუხებული, რომ უკრაინული ხორბალი შედიოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ურტყავდა პირველ რიგში პოლონეთის სოფლის მეურნეობის წარმოებას და გარდა ამისა, წიაღისეული კიდე არის, ესე ვთქვათ, მათ შორის მეტალი არის უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის ეს არის კარპატების და სხვა მხარეებში, ასევე ცენტრალურ უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი არის შავი ზღვის შელფიც ასევე რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ არის. ასე რომ სულ ესეც არ არის საქმე, რომ რუსეთმა მთლიან ჩაიგდო ხელში მთელი უკრაინის წიაღისეული და ეს ვთქვათ ის ტერიტორია 20% რაც მე უნდა უკვე ვთქვი, რა თქმა უნდა, იქ არის ძირითადი კონცენტრაცია აი ამ მეტალის და ნახშირის, მაგრამ ამის გარდა უკრაინა ძალიან მდიდარი არის კიდე და სწორედ ამაზე იკლავს ეხა, კი არ იკლავს თავს უფრო სწორად ამისთვის იბრძვის ტრამპი, რომ რაღაც გარანტიო, ესე ვთქვათ, გარანტიები მაინც მიიღოს იმისი, რომ ფუჭად არ იყრება ეს დაფინანსება. და საერთოდ ეს ომიც მაგიტო არის, რომ რეალურად ეხლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლეთს უნდა წაერთმია რუსეთისთვის უკრაინა და ექცია პოლიგონად იმისთვის, რომ ეს შემდგომში ეს წიაღისეული გამოყენებული იყო რუსეთის წინააღმდეგ. ეგ ომიც მაგიტო დააწყებინეს უკრაინას. არა მარტო წიაღისეული აქ როგორც წინა გადაცემაში უსაფრთხოების ბალიშზე იყო საუბარი და ბუფერულ ზონაზე, რომელიც არსებობდა, ვთქვათ, დასავლეთს და რუსეთს შორის და ეხა უკრაინის, ვთქვათ, ნატოში გაწევრიანებით, ან თუნდაც დასავლეთის გავლენების გაზრდით, ან ამერიკული ბაზის გამოჩენით, ან თუნდაც რუსეთის აი ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის გამოდევნით, დასავლეთი ფაქტიურად ამ ბუფერულ ზონას კლავდა, ანუ ანგრევდა და პირდაპირ უკვე ხდებოდა რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული. ხო, აი სწორედ ეს იყო კატალიზატორი იმისი, რაც გააკეთა რუსეთმა. ეხლა ბევრი ფიქრებს, რომ აი რატომ მაშინ პრიბალტიკა, ბალტიის ქვეყნები უფრო სწორად და რატომ იქ არა აქვს რუსეთს გართულება. ეხლა ის საკმაოდ მოკლე მონაკვეთი არის და კიდე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი არიან, რა თქმა უნდა, ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის კალინინგრადის ანკლავი, რომელიც წყვეტს ფაქტიურად და წყვეტს აი ამ ტერიტორიებს, ესე იგი, ძირითადი ევროპის ძირითადი ტერიტორიებიდან და სუბლაკის გაზდასასვლელი, სადაც პოლონეთის ტერიტორია, ეს ძალიან წვრილი გადასასვლელი ბელორუსს და რუსეთს შორის მასშტაბური ომის, ესე ვთქვათ, გლობალური ომის, რეგიონული ომის ან რუსეთ-ნატოს დაპირისპირების დროს შეიძლება მოხდეს აი ამის დაკავება რუსეთის მიერ და მისი მოკავშირე ბელორუსის მიერ. ამიტომ ეს ტერიტორია იმხელა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის, როგორც წარმოადგენდა, ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ბუფერული ზონა, როგორც იყო უკრაინა. და ამიტომ რუსეთისთვის ეს გახდა კატალიზატორი და რუსეთს შავი ზღვის, აი ყირიმის ფაქტიურად ესეთი ანექსია რამ გამოიწვია 2014 წელს, ხო? როდესაც რუსეთი შევიდა და იქ რეფერენდუმი გამართა. ეხლა ეს სადაო საკითხია, ბევრი თვლის რომ ეს იყო გარკვეულწილად რუსეთის მიერ გადადგმული ეს რო აქ გაიმართა რეფერენდუმი და ეს ტერიტორია კუთვნის რუსეთს, ეს საერთაშორისო სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო სამართლის ნორმები შეიძლება აქ სხვადასხვანაირად იყოს გამოყენებული და ამაზე ბევრი ვიმსჯელოთ და ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ მაშინ ესეც კი გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთს არ სურდა შავი ზღვის ფლოტის დაკარგვა, იმიტომ რომ რუსეთმა იცოდა, რომ იქ ქონდა არა მარტო ნატოს, არამედ გარკვეული ინტერესები ქონდა ცალკე აღებულ ბრიტანეთს, ეს ისტორიული ინტერესები არის შავ ზღვაზე და თურქეთს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რუსეთმა არ დაუშვა და პირდაპირ შევიდა, ესე ვთქვათ, ყირიმის ტერიტორიაზე ჯერ სამხედრო ძალით და შემდეგ უკვე
მას მოყვა რეფერენდუმი და რეფერენდუმის გამართვის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით რაც მოხდა და ეს შემდეგ უკვე აი ეხლა ბოლო პერიოდში აი უაზრო ევროპელმა ლიდერებმა და დასავლელმა ლიდერებმა დააჩქარეს ის პროცესი თავისი უაზრო განცხადებებით რომ უნდა შევიდეს უკრაინა ნატოში, უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი. აი ეს კატალიზატორი გახდა იმის რომ რუსეთმა აამუშავა თავისი მანქანა და მოხდა სამხედრო ინტერვენცია ამ ტერიტორიაზე დაიღვარა უდიდესი სისხლი. უკრაინამ დაკარგა 20% თავისი ტერიტორიების დაინგრა ინფრასტრუქტურა მოიშალა, გამოვიდა მწყობრიდან ყველაფერი დაიხოცა 700,000 ადამიანი და ბოლო არ უჩანს ამომს და ეს კიდე გაგრძელდება და ეს არ დამთავრდება დღეს და ხვალ და დაზარალებულები აქედან არის უკვე ორივე მხარე. ამიტომ აი ამ ნეოლიბერალურ უაზრო ასე ვთქვათ ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ გაჩაღებულ სისხლის ღვრას შეეწირა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობა და უკრაინას 700,000 უკრაინელი. და ასევე რუსეთის მხრიდანაც უზარმაზარი სისხლი არის დაღვრილი და იხეირა აქედან იმ ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა, ვინც გააჩაღეს ეს ომი და გაყიდა იარაღი და ხელი მოითფო ამ სიტუაციაში. გასაგებია. ეხლა რამდენიმე წუთით ძვირფასო ტელემაყურებლებო სარეკლამო ჭრაზე გავვალთ. მალე დაგიბრუნდებით, არ გადართოთ დარჩით ტელეკომპანია სეზონზე.
ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიდეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალია ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდები დაუხერხე სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შენდობას ყოველი ჩემი შეცოდებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალეთობით ალბათ მინოსამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიგეთ მოპატიეთ ჩემთ ერთმან შეგიგდოთ უზვენდეთ ეროვნება არ აქვს ცხოველს. ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. გამოქვეყნებულია 1992 წელს და დაბეჭდილია გაზეთ აღდგომაში. იმის გასარკვევად, თურით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი. მიუმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. მთავრობები, რომელსაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცაც არიელ სიტყვათ, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არ აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს სტაცებლური მიდგომა ქვეყნების სადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღმონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში. ბატონო პრეზიდენტო, რას წარმოადგენენ ეს ძალები? ესოდენ თავისუფლად რომ ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში. კაცობრიობის მტრებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს, პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიელტვის მსოფლიო ბატონობისკენ. ზოგადად მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს უწოდებდი. მთავარ დამკვირველ ძალას მასში წარმოადგენს შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა კურთხევით.
ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთ გზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში. ბატონო პრეზიდენტო, რით ვერ დაიმსახურა თქვენმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა? ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს. არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მისნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სრულ აგენტებისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების მოსვლისა. მაგრამ დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. სახელმწიფოს სათავეში მოსულნი ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას, ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიღრმით გაეცნობიერებინა, რომ გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს. ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგუროს ერისნება საერთოდ და შექმნას ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ძალები, რომელთაც ეკისრებათ მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებით აქციონ უბრალო ტერიტორიად, სადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით. ამასთან სრულიად დემორალიზებულს, მზადყოფს მისი ინტერესების სამსახურისადმი, ამზრახოთა განხორციელებას მხოლოდ ხალხთა ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სახელმწიფოების შექმნა შეიძლება აღუდგეს წინ. ამიტომ ებრძვის დასავლეთი ეროვნულ მოძრაობებს, ამიტომ ცდილობს ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას და ომების პროვოცირებას. მაგალითად, იუგოსლავიაში მიმდინარე ომი მათი ნამოქმედარია. ეს შემთხვევით სტიქიურად აალებული კონფლიქტი კი არ არის, არამედ მიზანმიმართულად გაჩაღებული ომი, რომელშიც უნდა დაიფერფლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხი. დღესაც დასავლეთ იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში. ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ. აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემს საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით. სულ ახლახანს გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს 100,000 კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერთვება მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენიებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია. ბატონო პრეზიდენტო, მაინც და მაინც რატომ ქმნით ეროვნულ სახელმწიფოს? საერთოდ რაში გვჭირდება ადამიანებს ეროვნება? თქვენი თვალსაზრისით. სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად. ეროვნება არ აქვს ცხოველს. სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე. დასაწყისში მისი როგორც პიროვნების დეგრადაციისა, დენაციონალიზაცია, წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთა ეროვნული ფესვებისგან. კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს. ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან. იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას. ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე. ბატონო პრეზიდენტო, რით აიხსნება დასავლეთის ესოდენ გაზრდილი ინტერესი კავკასიის მიმართ? ეს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. კავკასიის მფლობელი ფლობს ახლო აღმოსავლეთსაც და აზიასაც. ეს სხვათა შორის მუდამ ესმოდათ დასავლეთის ქვეყნებს, რის გამოც ბრძოლა კავკასიისთვის უძველესი დროიდან მიმდინარეობდა, მათსა და რუსეთს შორის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით კავკასია წარმოადგენს ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც მეტად აუცილებელია ორივე მხარისთვის. რუსეთიც კავკასიას ოდითგანვე განიხილავდა როგორც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლაცდარმს, მაგრამ რუსეთი დღეს სუსტდება და ამიტომ დასავლეთი მიისრაფის ხელიდან გამოსტაცავს მას ინიციატივა თავისი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში და ბოლოს მოახდინოს მისი ოკუპაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია კავკასიის სრული ბალკანიზაციის გარეშე. საკმარისია, რომ რუსეთმა სცნოს მთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომ მათი სახით მყისივე შეიძენს ყველაზე ერთგულ მეგობარს, რადგან აქ მკაფიოდ განასხვავებენ ელცინსა და რუსეთის სახელმწიფოს, როგორც მფარველს დასავლური ექსპანსიისგან. ბატონო პრეზიდენტო, თავად თქვენ როგორ ეკიდებით რუსეთს? ძალიან კარგად.
ვიმედოვნებ არც თქვენ აიგივებთ თელსინსა და რუსეთს. მმართველები მიდიან და მოდიან, ქვეყანა კი რჩება. მე მიმაჩნია, რომ როლი, რომელსაც დღეს რუსეთი ასრულებს კავკასიაში, არ შეესაბამება მისსავე ინტერესებს და ოკეანის გადაღმიდან აქვს თავს მოხვეული. ჩემთვის არ არის უცხო პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფოდ იმ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან და ოცნებობდი საქართველოს ყოლო და ბუნებრივი მოკავშირე, ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით. მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად ჩვენ დგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს კონფლიქტებში ჩართული ხალხების, პირველ რიგში რუსი ხალხის საღიაზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულისაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული, მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნისა და ეს უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას. ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე აწონდა დიდმა ილიამ. და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველო რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველო დამარცხებული აღამ აჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველო თუ ხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ, თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავს არ სასცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუსგატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღამ აჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს ამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც ჯერ კიდევ 1576 წლითგან საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს სთხოვდა იმპერატორს პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურულს სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში,
შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. 3 ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტბილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რა კი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ხელდა-ხელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლება სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა. აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ვაგზელებთ მაუწყებლობას ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ბატონო შოთა, აი რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემას მინდა შევეხო. ჩვენ ერთი რამეა, რომ დღეს რუსულ-ქართული ურთიერთობების გარეშე ვერანაირად ვერ წავალ ჩორს. აი ხა მაგალითად ეს სირიის ახლად არჩეული თუ როგორ თქვა ხა სირიის ლიდერზე არჩეული მეთქი მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და მიიღო მთელმა ეგრეთ წოდებულმა ცივილიზებულმა სოფლიომ ეს ბერბოკი ჩავიდა ცნო და ყველამ კარგად ვიცით რომ სირიის ეს დღევანდელი ლიდერი არის პროთურქული და დღეს ახლა გუშინ შედგა ვიზიტი თურქეთში ამ სირიის ბრივად ძლიერ აი ძალიან არ მომწონს ხოლმე ესეთი ფრაზა აი ყველას ყავს პატრონი ჩვენ არავინ პატრონი არ აქვს და ღმერთმა იცით რა თქვა ნუ უფალმა თქვა ნუ გამოცდი ნუ იესო ქრისტემ თქვა რომ ნუ გამოცდი უფალსო და ჩვენ ეხა როდესაც კი ღვთისმშობელი გვიფარავს მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ღვთისმშობელი რო გვიფარავს ჩვენ პარტნიორი არ ვეძებოთ მაშინ დავით აღმაშენებელს უნდა ეთქვა და თამარ მეფეს ჩვენ ღვთისმშობელი გვიფარავს და არა ხელი არ გაენძრია ერეკლე მეფეს გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაედო და თურმე ეთქვა ეს გესმით და აქედან გამომდინარე ეს არის აბსურდი თუ აზერბაიჯანს თურქეთი ყავს პარტნიორი აგერ ვხედავთ აგერ ჩვენ ვხედავთ ჩილო კავკასიაში რა პროცესებია ყველა ქვეყანას რაღაცა თავისი პატრონი ყავს და ჩვენ ესე უპატრონოდ როდემდე უნდა ვიყო ჩვენ ვიცით რომ ამერიკელები ჩვენი პატრონები არ არიან იმიტომ რომ აგერ ომი რო იყო დავინახეთ რა პატრონებიც აღმოჩნდა და ამიტომ მე მგონი რომ დავიწყოთ უნდა ქრისტეს იგავი არის რომ ხელები ამ როცა ადამიანი ხრჯობა და ის თხოვს ანუ შველას პირველ რიგში შენ უნდა გაანძრივო ხელები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უფლისწყალობა ყოველთვის ქონდა ქართველებს და იმიტომ მოვედით დღემდე თორე ჩვენ რეალურად ისეთი ისტორია გვაქვს რომ ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ ამდენი მოღალატეების და ესეთი საშინელი შემოსევების და ამდენი მტრების გარემოცვაში მაგრამ უფალმა მომიგვიყვანა აქამდე მაგრამ ქართველი მუდამ ხმალს იქნევდა და მუდამ იყო აი იმ ქრისტიანულ მორალზე დამყარებული უკვე ქრისტეშობის მერე ჩვენ ისტორიაში და მანამდე სადამდე ვიყავით კიდე
ისე ვაშკაცობაზე და მუდამ მებრძოლები ვიყავით და მუდამ ტრადიციების ვინახავდით გარკვეულწილად. თუმცა შავი ფურცლებიც გვაქვს ჩვენ ისტორიაში, როგორც არის ტყვის ყიდვა და ამავდროულად, მაგრამ ეხლა დღეს რაღაც ნიჰილიზმი არის გამეფებული და შევჩერებულ ვართ ამ დასავლეთს ან რაღაც სხვა მიმართულებებით ასევე სხვა ქვეყნებს. ეხლა ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. ხო, ეს უნდა გვესმოდეს, უნდა ვიყოთ რეალისტები. ფანტაზიებს უნდა გავანებოთ თავის ევროატლანტიკური ზღაპრების დრო ჩაბარდა უკვე წარსულს. არ არის ცუდი ამერიკასთან ურთიერთობა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ის რაღაც სასწავლო პროგრამების საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, იგივე ევროპასთან, ხო ვთქვათ, არ უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ, აი მოცემულობაში ვცხოვრობთ, რომელსაც ქვია კავკასია. გავიხეთ, გამოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ. თურქეთი არის ჩვენი სამხრეთით, ანუ რეგიონალური მოთამაშე, რომელსაც კონფრონტაცია აქვს დასავლეთთან და აქვს თავისი ინტერესები. აქეთ ყავს აზერბაიჯანი, რომელიც არის ასევე ძლიერი ენერგორესურსების მატარებელი სახელმწიფო და რომელსაც ასევე აქვს კონფრონტაცია დასავლეთთან და თავის სუვერენიტეტს იცავს და თავის ინტერესებს და თავის ულტიმატუმებს აყენებს. ირანი ყავს იქ, იქეთ ცენტრალური აზიის გადაღმა ყავს ჩინეთი და ჩრდილოეთით რაც ყველაზე მთავარია ყავს რუსეთი. ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ რუსეთი ფიქრობს პირველ რიგში საქართველოზე და რუსეთის ხელისუფლებას, ანუ დღე-დაღამე ჩვენზე ფიქრობენ. არა, რა თქმა უნდა, რუსეთი ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და რუსეთი არის იმპერია და რუსეთს აქვს თავისი იმპერიული ინტერესები და ზრახვები და გეოპოლიტიკური ინტერესები ჩვენ რეგიონში. მაგრამ ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, ხო? იმიტომ გვჭირდება, რომ ეს ჩვენი ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ რუსეთთან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ეს ტერიტორიები და რუსული ჯარი დგას და ისიც ესე ვთქვათ, არის სააკაშვილის უტვინობის გამო გაკეთებული და ბუშის და სააკაშვილის ერთობლივი ავანტიურა შეეწირა ჩვენი ტერიტორიები. და მე მაინც ვიტობებ იმედს ჩვენი ერის და ღვთისშემწეობით, რომ ეს ტერიტორიები უკან დაგვიბრუნდება. მაგრამ რაღაცა უნდა გავაკეთოთ რა. ჩვენ ინტერესში შედის. ჩვენ ეხა რუსეთს რო ომი დაუწყოთ, ომით ჩვენ რუსეთთან ვერაფერს ვერ გავაწყობთ და არც ამერიკაც შემოვა აქ და დაიწყებს ჩვენს გამო ბრძოლას რუსეთთან, არც ამერიკის ჯარი და არც ამერიკა შეერაღებას მოგვაწვდის და არც ევროპელები მოიკლავენ თავს და დაღვრიან სისხლს და არც თურქეთი და არც სხვა ნებისმიერი სახელმწიფო არ შეაკვდება აქ რუსის ჯარს. ამას მოყვება ჩვენი სახელმწიფოს დაანგრევა და განადგურება და საერთოდ ჩვენი სახელმწიფოები რო შეეწირება ამას. მე ამას არ ვამბობ, რომ ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და თავში გვირთხას რუსეთმა და ჩვენ უნდა ეს ავიტანოთ. არა, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ურთიერთობები უნდა აღდგეს რუსეთთან, დაალაგდეს ცოტა სხვა ფორმით. ეხლა მოდით ავიღოთ ჩვენ სერბეთის მაგალითი. ამერიკამ პირდაპირ წაართვა სერბეთს კოსოვო. ეს არის სერბეთის გული. სადაც ქრისტიანობა დაიბადა და სერბეთის სახელმწიფოებრიობა დაიბადა რა. ეხლა ვიდრე რომ ცხეთა ამოგვაცალოს, აი ესეთი მომენტი არის რა. და შეხა შიდა ქართლი რო არის, ჩვენთვის ამოცლილი რა, ჩვენი გული რა საქართველოს ხო და. ეხლა სერბეთს არ შეუწყვეტია ამერიკასთან, ანუ არც მოლაპარაკებები და არც დიპლომატიური ურთიერთობები. ეხლა რა სისულელე იქნა გაკეთებული სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. ესე პირდაპირ აი ეს უაზრო სახელმწიფოსთვის ჩვენთვის დამრტყმელი პოლიტიკა პირველ რიგში, რომელიც ჩვენ გვაზიანებს და ეს დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ რისთვის გვჭირდება, იცი? ესე იგი, მუდამ ხო არ ვიქნებით მიშტერებული და აი რაღაცნაირად ესე გიჟებივით, რას გვეტყვის ესა ევროპა, ევროპის კომისია, ეუთო, იქ ევროკავშირი, ბრიუსელი, ვაშინგტონი აღვადგინოთ ეს ურთიერთობები და დავიწყოთ პირდაპირ საუბარი. აი დავსხდებით ჩვენ, ვინც უკვე ვართ ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში წლებია, 15-20 წელია ამ საქმეთან ვართ დაკავებული და ზეპირად ვიცით, სად რა ხდება და ასე შემდეგ. გავშევაქმნათ კომისია და დავიწყოთ პირდაპირ საუბარი, განვიხილოთ, დავიწყოთ თემატური მუშაობა დავიწყოთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უნდა დაიწყოს და კომისიები უნდა გაკეთდეს და უნდა აღდგეს ეს საელჩო, უნდა ისე კი არა, რომ საელჩო ბერე ეხს დილეტანტებით და სულელებით დაკომპლექტდეს, არა, უნდა დაკომპლექტდეს საელჩო პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს იმ ხალხით, ვინც იცის ნამდვილად და კომპეტენტურია და არა ვიღაცა
მოთრეული ქუჩიდან მოყვანილი რაღაცა სულელები და უმრავლესობა მაგერ ხო დავინახეთ ბატონო შოთა ეს რო აქციები დაიწყო უმრავლესობა დაწერა განცხადება და ნაცებს შეუერთდა ანუ გამოტენილია საელჩოები გამოტენილია საგარეო უწყება ნაციონალები და ნაციონალმა როგორ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა დაგილაგოში ხო ეს ხო პირდაპირ ნაციონალი რო ხარ ეზიზღება რუსეთი ეზიზღება რუსულ-ქართული თემატიკაზე რაღაცა გაკეთება რამის ამიტომ მე გეთანხმები თქვენ ეხა ბიჭო ერთი რამე მაინტერესებს ირანში ჩავედით და ირანის ეს ერთ-ერთი აი ეს ვინც იყო მათი წარმომადგენელი რო გარდაიცვალა პატივი მივაგეთ ხო გვახსოვს და იქ ყვირილი იყო რაღაც შეძახილები ცოტა ისეთი ხვაურიანი ბიჭო ირანს თუ ცემთ პატივს რუსეთის მოკავშირე ბელორუსიას რატო არ უნდა მიულოცო პრეზიდენტის არჩევა იმაში ვერ ხვდები თუ ირანში ჩადიხარ აი ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო რომელმაც არ აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნად აი მაინტერესებს ამ საგარეო უწყებაში ნორმალური თუ ხალხი ზის ხო უნდა მიხვდნენ რომ რა არის ერთი ფარატინა ფურცელი რომ გააგზავნო იქა იმ ლუკაშენკოსთან რომ მიულოცო მით უმეტე შენ მოგილოცა მყისიერად თან როდის მოგილოცა როცა გიჭირდა ხო როცა შენი ლეგიტიმაციის საკითხი იყო ბეწვის იმაზე ხო ჩამოკიდებული და მე ვერ გავიგი აი ვერ ხვდები იმიტომ რომ ბელორუსი იმიტომ ლაპარაკობ გადაჯაჭვულია ბელორუსი შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება ბელორუსმა ლუკაშენკო შეუძლია რომ რუსეთთან ჩვენ საკმაოდ წინ წაგწიოს ურთიერთობაში ნიკოლოზ ეხლა შეიძლება ჩვენმა ტელემაყურებელმა არ იცის და ბევრმა არ იცის და მე მინდა აქ თქვა რომ ბელორუსის პრეზიდენტი ხა დღეს დიდი კრიტიკა ისმის ჩვენი ლიბერალების და ვითომ მედასავლეთების მხრიდან რომ ლანძღავენ ბელორუსის პრეზიდენტს დიქტატურა და შემდეგ ჩემო კარგებო ბელორუსის პრეზიდენტი იყო ის კაცი რომელმაც არც აფხაზეთი არც სამხრეთ ოსეთი და იმ რამხელა რისკის ფასად გააკეთა ეს რომელი გაბედავდით რომელი ნაძირალა ვინც ენას ატლიკინებთ თქვენ რო ეხლა რუსეთში იჯდეთ ბოდიში და ჩაჯმულები იქნებოდით და ვერც ერთი ვერ გაუბედავდით პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას იმას რომ არ გეცნოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეს გაბედა ბელორუსის პრეზიდენტმა და ენა უნდა ჩაიკმიდოთ როცა მიდის ამ ადამიანზე საუბარი იმიტომ რომ ის საქართველოს ერთგული მეგობარი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში და კაცი აღმოჩნდა და ვაჟკაცი აღმოჩნდა და ქართველები უყვარს და ხშირად ამბობს ამას ამიტომ მოდით თავი გაანძრიეთ დაიწყეთ ნორმალური პოლიტიკის წარმოება მიულოცეთ იმ ადამიანს იმიტომ რომ როდესაც თქვენ მასხად ესეთ აბუჩად აგდებულ დამოკიდებულებას დაინახავს თქვენი მხრიდან ხო შეიძლება მე შეცვალოს თავისი პოლიტიკური დამოკიდებულებაც კი ამიტომ ეხლა რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს იქ და პირადი ურთიერთობები მაქვს მათთან მე ვთხოვე, ეხლა მე რატო უნდა ვთხოვდე, რომ რუსეთის საელჩოში რაღაც ტექნიკური ადგილი ვთხოვე, იმიტომ რომ მეთქი იქნებ საქართველოს გამოადგება. ისევ დაგეხმარებით, რომ აღდგეს ეს ქართულ-რუსული ურთიერთობები და მე ვარ ის ადამიანი დაატრაბახებით კი რომ ვინც რუსეთის ფედერალურ არხებზე გამოვდივარ და იგივე სალავიოვის პირდაპირ ეთერში საუბრობდი ქართველების გენოციდზე და ამას რუსეთის პირველ არხზეც მithქვამს და არის ამის ჩანაწერები შეგიძლიათ მოძებნოთ. რომელი გაბედავდით ნაძირალა მედასავლეთეებო ამის თქმას რუსეთის დედაქალაქში. გაბედავდით ვინმე საქართველოს ოკუპაციასთან და ჩვენ ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბარს ვერც ერთი ვერ გაბედავდით, იმიტომ რომ ხართ ქათმები აბსოლუტურად ყველა ხართ ქათმები და არაკაცები. ეს ხართ თქვენ და მლიქვნელები. და რაც შეეხება საგარეო საქმეებს, თხოვე ჩავერთვები კომისია გავაკეთოთ. ჩვენზემა ყველაზე საუბარი მოვალთ, ჩავერთვებით, აღვადგინოთ ეს და მითხეს ესეთი რაღაცა, რომ თქვენო ზედმეტად პრორუსული, აი რაში ვარ, ზედმეტად პრორუსული, ან მე, ან ნიკოლოზ ჟავანაძე, ან გულბაათ ცხილაძე, ან ნებისმიერი სხვა რომელი ჩვენ ვართ ქართველები პირველ რიგში სულით, ხორცით, სიცხლით ქართველები ვართ და საერთოდ პირი გამოირეცხეთ, როცა საუბარი მიდის ქართველობაზე და რა ჩვენა გვაქვს გაკეთებული ნებისმიერ ჩვენგანს, იმისი 5% მაინც გააკეთეთ, მოღალატეებო და არაკაცებო და მე ისაუბრეთ იმაზე და მოდით დაგვიძახეთ და სანამდე კიდე არ არის ესე ვთქვათ, გვიანი აღვადგინოთ ეს რუსო-ქართული ურთიერთობები და საელჩო უნდა იყოს ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ჩართული ამ საქმეში და ჩვენ უნდა ვიყოთ და მივიღოთ ამაში მონაწილეობა და არა ვიღაცა თაღალითება და ნაძირლება. არა, დღეს იცით რა არის, აი გარდატეხა ხომ მოხდა ის, რომ კი ბატონო, ეს იუსაიდს და იმ ლიბერალების აი ამ დასაყრდენებს აგინებენ და რაღაცა, მაგრამ
ეს რუსეთთან ურთიერთობა მაინც ითვლება კეთროვანივით რა. თუ შენ ლაპარაკობ, ჩვენ მეც რასაც თქვენ ლაპარაკობ, იგივეს ლაპარაკობ რუსეთში კონფერენციებზე, შეხვედრებზე, რომ ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ოღონდ ისე, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხარჯზე არ მოხდეს ეს დალაგება. ამას აღვნიშნავ ყოველთვის, რომ ჩვენ ვერაზროს ვერ შევეგუებით იმას, რომ საქართველო არ იყოს ერთიანი, მაგრამ ეხლა ესენი ხო ნაძირლები არიან, ესენი მოგაკერებენ იარლიკებს რაღაცა იქით-აქით და ერთი რამე უნდა აღინიშნოს. ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა გადავრჩეთ, უნდა დავამყაროთ ურთიერთობა ისე, რომ რა თქმა უნდა, აფხაზები, ოსების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მე მეთანხმები ბატონ ბიზინა, ჩვენ ბოდიში მოსახდელიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში და უნდა მოვიხადოთ, იმიტომ რომ თუ შერიგება გინდა, პირველი შენ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენ გვაქვს ბევრი რამეში ბოდიში მოსახდელი და მე კიდე ხლა ეს კეთროვანობა რუსულ-ქართულ თემატიკაში ეს არის რაღაცა საშინელება. თუ ეხლა ლაპარაკობ რუსულ-ქართული ურთიერთობა აღდგეს, ამას ლაპარაკობ ინტენსიო, გარიყული ხარ შენ. აი ხა თქვენ ხო გაგრიხეს, იმიტომ რომ არაო შენ მე გამრიხეს. აბა ეხლა რო იყოს მედასავლეთე და ისე, მაშინ კი ბატონო გზახსნილი გეკდება და რო შეიცვლება დამოკიდებულება, ხო? მე ჩვენ გაგვასწრებენ ესენი იქ იმ რუსეთში რა. ეხლა რაზეა საქმე? საბოლოოდ ხო მოხდება ესე. მე იტყვია თქვენ სად იყავით, კაცო ჩვენ იმამ შევებოდითო რა. უკვე დაწყებულია, ეს ტრენდული გახდა და უკვე დაიწყო. ბევრმა ქამელეონივით შეიცვალა ფერი და მე აი ადამიანები, რომლებიც ჩემით ანაკურცელები ბევრი და ესენი ვინც ვერ ბედავდა თავის დროზე ჩემთვის დაჟე ლაიქი დაესვათ Facebook-ში, დღეს ისეთ რაღაცებს წერენ, რომ ხანდახან მიკვირს, რომ რა მოხდა მათ თავში, ესეთი ტრენდული გახდა უკვე რუსეთ უმეობა, ესე ვთქვა. ეხლა მე რა ისი თქვა მინდა კიდე. იცით რა არის? მე დღეს ვიქნებოდი რუსეთში რომელიმე მხარის გუბერნატორი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დითანამდებობაზე ერთი სიტყვა რომ მეთქვა ცნობასთან დაკავშირებით აი ამ ტერიტორიების, მაგრამ მე რო ქართველი ვარ და რომ მიყვარ ჩემი ქვეყანა და აქ რო დავიბადე, გავიზარდე და მამაპაპის საფლავები რო აქ ამაქვს, ჩემთვის ჯერ დგას საქართველო და მერე დგას სხვა დანარჩენი ყველაფერი. ამიტომ ჩვენ სანამდე მოგვაკერებთ იარლიკებს და მე სანამდე მომაკერებთ, მე ხო ჩემი ქვეყნის და ღვთის წინაშე მართალი ვარ, ისევე როგორც ჩემი მეგობრები და სანამდე იარლიკებს მოგვაკერებთ, ხო? მანამდე დაფიქრდით, საერთოდ თქვენ რა ხართ და რა გიკეთებიათ საქართველოსთვის. თქვენ ხართ ის ჩაჯმულები, რომლებმაც გააღვივა 2008 წელს ეს ომი, შეგვატოვეთ ჩვენ და მათ შორის ჩემი ნაცავები დაიხოცნენ იმ ომში და იქ ვიყავით დიდი მასა აბსოლუტურად ქართველების და თქვენ გარბოდით სხვადასხვა საბაჟო გამშვე პუნქტებზე თქვენ აძირლებო, თქვენი ცოლ-შვილი ყავდათ გახიზნული, იმიტომ რომ თქვენ არც მეომრები ხართ, არც კაცობა გაგაჩნიათ, არც ქრისტიანები ხართ, არც ქართველები ხართ და საერთოდ არავინ არა ხართ, აი ცარიელი ადგილი ხართ რა. და ამიტომ თავი აიყვანეთ, ესე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ, ოდესაც ვინმეს რაიმე იმიტომ თქვენი დრო დამთავრდა უკვე, აი ეს რაღაცა ულტრალიბერალური ნაძირლობის ფეიქ ნიუსების და ტყუილების მიკერმოკერება და ეს ყველაფერი უკვე გახდა ცხადი ეს ყველაფერი რა, რომ თქვენ ვინახართ და რას აკეთებთ და როგორი მეთოდებით რა პიარებს უგორებდით ხალხს რა. გეთანხმებით ბატონო შოთა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ბატონი შოთა აფხაიძე, პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფას ტელემაყურებლებო. ჩვენ ამით დაგემშვიდობებით და უკვე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს 9 საათზე, კარგად მწადდებოდეთ.